ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატები კი მგზავრთა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ. ისინი ტრანსპორტის კონდიცირების სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. მათივე თქმით, ყვითელ ავტობუსებზე განთავსებული ბანერები უსინათლოებს ხელს უშლის გადაადგილებაში. ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უპასუხეს. ავტობუსებში ეს ეხება მცირე თუ შედარებით მოზრდილი ზომის ავტობუსებს არ არის გაგრილების და კონდიცირების სისტემები და სადაც არის, იქაც გამორთულია და არ მუშაობს და ადამიანები განსაკუთრებით ამ ზაფხულის ძლიერ სიცხეში გაუსაზღვრელ პირობებში არიან ხოლმე და მოგეხსენებათ, რამდენად მოთხოვნადია ეს ტრანსპორტი, რამდენად ბევრი ადამიანი სარგებლობს ამით და განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ ავტობუსებით, აი ეს პრობლემა უფრო იჩენს ხოლმე თავს. აქ მოვედი მუნიციპალური ტრანსპორტით, ნომერი 51-ით და სადაც არ იყო გაგრილების სისტემა და იყო გაუსაზღვრელი პირობები. ჩვენ გავაგზავნებთ გავსი სახის აქციებს და გაცადებას მიმართავთ მერიას, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ტრანსპორტმა იმუშაოს გამართულად და მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილები. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ცდილობს მგზავრებს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი თბილისის ავტობუსის გადაადგილებისას. ამისათვის შეიქმნა სპეციალური საინფორმაციო დაფები გაჩერებებზე, ასევე ავტობუსი ჩერდება მხოლოდ გაჩერებაზე. კონდიცირებით არ არის აღჭურვილი სამწუხაროდ თბილისის ავტობუსები ამ ეტაპზე და ეს არის მიზეზი, რატომაც არ არის. ჩვენ ძალიან ვწუხართ, ჩვენც გვაქვს სურვილი რომ იყოს აღჭურვილი,